მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლას კონფლიქტურ ურთიერთობაზე. ანუ ისეთ ურთიერთობაზე, რომელიც დასრულდა რაღაც გაპრობლემებურად, წყენებით, ბრაზით და საერთოდაც როცა გრძნობთ ადამიანისგან იმას, რომ მაინც და მაინც კარგი სურვილებით და ზრახვებით არ არის განწყობილი თქვენთან მიმართებაში. აი, ასეთ ურთიერთობაზე და ასეთ ადამიანზე შეგიძლიათ რომ ჩაიფიქროთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეს კონფლიქტური ურთიერთობა ვისთან მოგივიდათ. ასევე შეგახსენებთ, რომ უნდა დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511 14 91 78. დავიწყოთ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. მოდი მესამეც იყოს. პირველი ვარიანტისთვის იყოს ლაბრადორიტი, რომელიც არასდროს არა ჩანს როგორი ლამაზია და სულ მწყინს. კაი. მეორე ვარიანტისთვის იყოს ობსიდიანი და მესამე ვარიანტისთვის იყოს ლაზურიტი. პირველი, მეორე და მესამე. ჩანს ხო? კი. ნამდვილად. კონფლიქტური ურთიერთობა და ამ ადამიანის ამჟამინდელი განწყობა თქვენთან როგორია? პირველი ვარიანტისთვის. ვინც ჩაგვიგეთ ლაბრადორიტი. ადამიანი, ეხლა და ამჟამად თვითონ ეს ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, არის ძალიან საინტერესო ეტაპზე თავის ცხოვრებაში. თითქოს წინ მიიწევს, უფრო მეტად იზრდება, უფრო მეტად ვითარდება, რაღაცა ის შემართება აქვს. შინაგანად რაღაცა მოტივირებული ადამიანი და მზად არის, რომ თავისი მიზნებისაკენ ძალიან ესე შემართებით წავიდეს, ხო? საკმაოდ კარგ ენერგიებშია თვითონ ახლა ამ მომენტისთვის ეს ადამიანი. საკმაოდ ჩამოყალიბებული და მტკიცე ხასიათის ადამიანიც უნდა ჩანდეს. რთული ხასიათის, მაგრამ ძალიან თავდაჯერებულია. ზუსტად იცის რა უნდა, როგორ უნდა და რანაირად უნდა მიაღწიოს იმას, რასაც მიზნად დაისახავს. მოდი ვიკითხოთ ახლა ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში რა განწყობა და რა დამოკიდებულება აქვს. პირველი ვარიანტისთვის, ხო? ახლა ამ ადამიანის დამოკიდებულება. სხვათა შორის არ იყო მარტივი მისთვის თქვენთან ურთიერთობის დასრულება და გარკვეულწილად ისურვებდა კიდეც, რომ შენარჩუნებული იყო თქვენი ურთიერთობა და თქვენი ეს სიტუაციები, რაც გქონდათ, იმიტომ რომ სხვათა შორის ვფიქრობ, რომ კარგი манипуляტორია ეს ადამიანი და თვითონ ის ფაქტი, რომ თქვენთან გასდიოდა რაღაცები, ესე უხეშად რო ვთქვათ და კარგად გაებმევოდით ხოლმე მის მახეში. აი ეს ფაქტი მას იმდენად მოსწონდა და იმდენად კვებავდა მის ეგოს და თვით შეფასებას, რომ აი ეს ფაქტი მოწონს რეალურად, ეს ფაქტი ენატრება სიმართლე რო გითხრათ. და ნუ ხა რაღაცა ეგ მომენტი აქვს. არის სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად განიცადა კიდეც და ინერვიუა
თქვენი ურთიერთობის დასასრულიც, ოღონდ ეს თავის დროზე, თორე ეხლა ამ მომენტისთვის რო გითხრათ, საერთოდ არაფერი ფიქრი, არანაირი ინტერესი, თავისი ცხოვრებით ტკბება ეს ადამიანი, რაღაც ეტაპს ასრულებს და გადადის აი საერთოდ სხვა ეტაპზე და სხვანაირ ცხოვრებას აპირებს ეს ადამიანი რა. სხვანაირ ცხოვრებაში გულისხმობ იმას, რომ რაღაცნაირად გაიზარდა თითქოს ეს ადამიანი რა, ეხლა აქ რასაც უყურებ გაშლას, ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანმა ბევრი რაღაცა ისწავლა, თუნდაც აი კარმული გაკვეთილები, ხო? და თუნდაც პიროვნულადაც ძალიან განვითარდა. და ნამდვილად კარგ ეტაპზე თავის ცხოვრებაში და მგონია, რომ ისეთ შემართებით არის ადამიანი, რომ მართლა ბევრს მიაღწევს ეს თავის ცხოვრებაში, მაგრამ თქვენთან მიმართებაში უშუალოდ, ხო? აი აბსოლუტურად დაასრულა რა, აი რო გითხრათ, რომ ან გაფრაზებულია, ან ნაწყენია, აი თქვენზე ცუდი რო გაიგოს, ეწყინება, ან არა. ეგეთი აი უბრალოდ არ აინტერესებს, ანუ თქვენზე რომც გაიგოს რაიმე კარგი, ან რაიმე ცუდი, მისთვის აი აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი დაგასრულად თუ აბსოლუტურად დაგაწერტილად, ანუ მისთვის აღარ არსებობთ. всё, მორჩა. აი რაღაც ეგეთი განწყობა მოდის პირველ ვარიანტთან. ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ ჩემო პირველ ვარიანტის ამომრჩევლებო და შეგახსენოთ, რომ უნდა დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. და ეხლა გადავალ მეორე ვარიანტთან. ვინც ჩაიფიქრეს ობსიდიანი, აბა თქვენთან. ხო. ნუ ეხლა ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ესე დასრულებულია ურთიერთობა, სხვათა შორის არის იმისი ალბათობაც, რომ თითქოს ელოდება თქვენგან რაღაც ნაბიჯის გადადგმას. პერიოდულად შეიძლება ესე უკენაც მოიხედებოდეს ხოლმე და შორიდან გაკურდებოდეს და ფიქრობდეს, რომ აბა რამეს თუ აპირებთ, რამე თუ შეცვალეთ თქვენ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ნუ როგორც ესეთი ამ ადამიანს ბოლომდე ჩახურული არ აქვს ეს გეშტალტი, ბოლომდე დასრულებული არ არის ეს ურთიერთობა მისთვის, თითქოს აი თავი ისე უჭრავს, რომ ვითომც არაფერი მოსჭა ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში აი მაინც აქ ეგ გაცდა და შეგრძნება, რომ თითქოს თქვენ მასთან დაბრუნდებით. კაი, აბა გავაგრძელოთ პირველი რაღაც და მეორე ვარიანტთან. მისი დამოკიდებულება კიდე უფრო მეტად რო გავშალოთ. Justice. აქ უმრავლეს შემთხვევაში მე მგონია, რომ უფრო პირად პარტნიორულ ურთიერთობაზე ყოფილზე შეიძლება ჩაიფიქრეთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს ყველასთან ასე იყოს, იმიტომ რომ თქვენ ბევრი ხართ და ყველამ საკუთარ თავზე მიიღეთ ეს ინფორმაცია. ეხლა რა ხდება? მისი განწყობა და დამოკიდებულება. მიუხედავად იმის, რომ დაასრულეთ ეს ურთიერთობა, მაინც მგონია, რომ სადღაცას ადამიანს ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს აი ეს ცოტა მზრუნველობის მოთხოვნილება, რომ აი თქვენზე ისრუნოს, დაგიცვათ, გაგიფრთხილდეთ თუ რაღაცა ეგეთი. აი სადღაცას ჯერ კიდევ აქ ეგეთი ემოციები შენარჩუნებული და რაღაცნაირად რომ აწონ-დაწონა ეს ყველაფერი, რაც თავს გადაგხდათ. მისთვისაც რთული იყო რა. რთული იყო ის, რაც შეგემთხვათ, ის, რაც დაგემართათ. რაც თქვენ მოიმოქმედეთ, რაც მან გააკეთა და ასე შემდეგ. და სხვათა შორის როგორი დამოკიდებულება ჩანს, იცით, რომ თვითონაც კარგად დაზარალდა ამ ყველაფრით და რაღაცნაირად თითქოს ჭკუა ისწავლა თუ აი რაღაცა დიდსულოვნების გამოჩენის სურვილი აქვს ადამიანს და აი მაგალითად დასახმარებლად რომ მიხვიდეთ ამ ადამიანთან, აი რაღაც რო დაგჭირდეთ, აუცილებლად დახმარების ხელს გამოგიწვდით.
ან რაღაც ესე ზურგს არ გაქცევთ და გაბუტული ბავშვით არ დაგხვდებათ, მაგრამ მთლიანობაში მაინც აქ ეგ მომენტი, რომ აი ჯერ კიდევ მისთვის რთულია ემოციურად ეს ყველაფერი, რაც ახლა მის თავს ხდება. სხვათა შორის აი ფლად ბოლომდე დასრულებული არ არის მისი განცდები. რაღაცა მაინც კიდე აქვს ჯერ კიდე რა. ესე შერჩენილი. სევდა. უფრო გაურკვევლობა სევდაზე და გაბრაზებაზე მეტად აი გაურკვევლობა. აი რაღაცა ვერ გაიგო ადამიანმა რეალურად საიდან როდის როგორ რაღაც აი თითქოს მისთვის რაღაცები ბოლომდე ცხადი არ იყო. თითქოს ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ჯერ კიდე დარჩენილი და ისიც არის ის პასუხები სადაც უნდა ნახოს და ზოგადად კი ისურვებდა ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ აი ძალიან გაურებული დამოკიდებულება აქვს. თან უნდა რომ რაღაცები გაირკვეს და გადახარშოს და თან აქ ის მომენტი რომ საერთოდ აი ვითომ დაასრულა თუ რაღაცა. ну მოკლედ ძალიან ესეთი ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს ადამიანს რა. თვითონაც არ არის ჩამოყალიბებული და პასუხიც ისეთი ხუთაზროვანია რომ რა ვიცი მე ხან კია ხან არა ну რაღაცა რა. რანაირი ვარიანტი ახლა ეს აბსოლუტურად გაურკვევალიც არ არის რეალურად აი ჩამოუყალიბებელი რეალურად. მეორე ვარიანტს უნდა დავიმშვიდობო, იმიტომ რომ აქ აი თვითონ არა აქ ადამიანს ჩამოყალიბებული თავის თავში და თავის ფიქრებში და რომ რანაირად უნდა გაგვცეს პასუხი. ჩვენ თუ ვკითხულობთ მის ფიქრებში არის აბსოლუტური ქაოსი. შესაბამისად არც ყველა მის ფიქრსა და ვაიბს ჩაიჭიდა და ახლა გადავალ მესამე ვარიანტზე. ვინც ჩაიფიქრეთ ლაზურიტის ქვა. ну ახლა ამ მომენტისთვის ამ ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება არის აი რაღაც შეწუხებულია თითქოს ეს ადამიანი, რა ვიცი. აი რაღაცა ძალიან მტკივნეულია მისთვის. რაღაცა არის ისეთი, რაც ჯერ არ დასრულებულა. და ერთი სული აქვს, რომ აი ეს მდგომარეობა დასრულდეს. აი ძალიან დიდი დისკომფორტი აქვს და აი თითქოს რაღაცა აი თავდაცვის მდგომარეობის ცდილობა და სურვილი აქვს ამ ადამიანს, მაგრამ აი ბოლომდე შეიძლება ვერც ახერხებდეს რა. კაი, მოდი ვიკითხოთ. ამ ადამიანის განწყობა დამოკიდებულება თქვენთან დაკავშირებით. მესამე ვარიანტი როგორია? ის დამოკიდებულება. და რატო იცავს ეს ადამიანი თავს? აი მის განწყობა და დამოკიდებულება.
ნუ ახლა რაც ჩანს სხვათაშორის მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არის ესეთ განწყობაზე და ესეთ თავისთავი გასჭირვები ამ ეტაპისთვის, მე მგონია, რომ ეს ადამიანი რევანშისთვისაც შეიძლება რომ მოემზადოს და გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში აბსოლუტურად მოულოდნელად, იმიტომ რომ თავისი სიტყვა მაინც თქვას და ასე ვთქვათ, უპასუხოთ არ დაგტოვოთ. იმიტომ რომ აი როგორ გაბედეთ და ესე მოიქეცით, ეგეთი დამოკიდებულება აქვს და შიშები იმისა, რომ სხვათაშორის აი მგონია, რომ ამ ვარიანტს ძალიან დიდი შიში შეიძლება გქონდეს მარტო დარჩენის. აი ეს რაღაც მარტოობა, მარტოსულობა, რაღაც ძალიან ისე მოდის. საინტერესოა. საერთოდ აქ თქვენ შეიძლება უთხრით რაიმე ისეთი თუ მან გითხრათ თუ მოკლედ რაღაცა ისეთი სიტყვები გაჟღერდა რამაც ამ ადამიანს თავისი შიშები ამოუტივტივა და გააცნობიერა რომ ძალიან ეშინია მარტოობის კი სხვათა შორის ხოგეუბნებით, ანუ თავისი თავი ახლა ისე უჭირავს, რომ მოვა და აბაროთ საგიღებთ უხეშად რო თქვა. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავი გასჭირვებია. მაგრამ სინამდვილეში აი ეგეთ შიშებს და კომპლექსებს დაატარებს ადამიანი. რა უთხარით ესეთი თუ რა გითხრათ? ნუ არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს საკუთარი სისუსტეები ააფარეთ სახეში. კი, ეგ არის. მესამე ვარიანტთან. მეგობრებო, დავასრულებ. მესამე ვარიანტის განსაკუთრებით. იმიტომ რომ ყოველთვის ესეთი პასუხი იყო რაღაცნაირად აი მესამე ვარიანტი ჯერ კიდე ადამიანი არის აი ამ ტრანსფორმაციის პროცესში რა. ჯერ არ დაუსრულებია, ჯერ არ გაუვლია ბოლომდე ეს გზა. რა ეს კონფლიქტი გადახარშოს თავის თავში. გამოიწერეთ ჩემი არხი, შეგახსენებთ. დააკომენტარეთ, დალაიქეთ და რედი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით ნომერზე 511 14 91 68. ხო, დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას. ნახვამდის.